განცხადება? წყალი არ მაქვს სახლში. არაფერი ექსპერტი მე არ ვარ. თუ იპოვეს ბიძინიშვილი ახალ ექსპერტებს რომ უნდა დაფინანსება ზღირს, ამას რა ჯობია ხა? მე მიხარია ხოლმე თუ გამოჩნდება ვინმე ჭკვიანი ნიჭიერი ადამიანი, საერთო დონის აწევს ბუნებრივია და საზოგადოებას დაეხმარება მაშინ, საზოგადოებამ გაარჩიოს თყვანი და მართალი. ბუნებრივია ძალიან კარგი არის, მაგრამ წარმატებას უსურვებ ამაში, მაგრამ ესეთი იოლის ალბათ არ არის ხა, რადგან აქამდე ვერ გამოჩნდა ბევრი კარგი ქართველი ექსპერტი, როგორც ჩანს, არა ფადაც იული. ობიექტური სიზნელები არსებობს როგორც ჩანს. სხვა ეს არ საკუთად არის, იგიხება ხოლმე ბევრ რაღაცას. ხო. ეს დღეს თქვა კიდე დამატებით რამე მაგაზე? ესებია. ძალიან კარგია თუ დააფინანსოთ რომ მეტად ევროპულ მიმართულებას, ახლა ეს საჭიროა. ნამდვილად, იმიტომ რომ საქართველოში ახლა როცა წელს გვაქვს ძალიან სერიოზული გარდამავალი ეტაპი, ხელი უნდა მოვაწეროთ ევროპასთან შეთანხმებას. დაწუნებული ვარ გამოჩნდება 1000-ნაირი ორგანიზაცია დაფინანსებული ჩრდილოეთიდან, რომელიც გვეტყვის 1000-ნაირი სისულელე ჩავაგონებს, რომ არიქა ევროპაში არ შეიძლება გაყრნილების ბუდია და ჰომოსექსუალობის ქორწინებას დაგვაძალებენ და 1000 მსგავს ჭორს და სიბინძურებს მოიგონებენ და როცა ესეთი საფრთხე ჩვენ გველის და ეს საფრთხე საკმაოდ რეალური და მძიმეა. მithumedes იმის გათვალისწინებით რომ ოცნების საპარლამენტო ფრაქციაშიც არის ძალიან ბევრი რბილად რომ თქვათ ანტიევროპელი, რბილად რომ თქვათ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბიზნესმენიშვილი აფინანსებს უბრალოდ პროევროპულ ორგანიზაციებს. ამას მე მხოლოდ მივესალმები ხა. რაც შეეხება ჟურნალისტების ტრენინგებს, არ მინდა ხა მე არ მინდა გამოვყოთ აქ ჟურნალისტები. საქართველოში ზოგადად დგას კომპეტენციის პრობლემა. ამ ხო ჟურნალისტებში, ალბათ ყველა პროფესიის ადამიანში ძალიან ბევრ საქართველოში არის მის ელემენტარული პრინციპები იგივე ეკონომიკის მაგალითად, მაგრამ ამას მეგონი ერთჯერადი ტრენინგები ვერ უშველის, ამას ჭირდება სერიოზული რეფორმა ჭირდება სასწავლო სისტემაში, განათლების სისტემაში ჭირდება სერიოზული რეფორმა, ეს ამ ხო ჟურნალისტებს უნდა შეეხოს ჩემი აზრით ძალიან ბევრი ფაკულტეტი და პროფესია უნდა მოიცვას. რადგან ტრენინგები მხოლოდ საქმეს არ შველის, ეს ძალიან კარგად ვიცი მე. 1000-ნაირი ტრენინგში ვაქვს მომაწილე მიღებული და შემიძლია ესე თქოს შედეგებზე ვიმჟელო. სხვა რაღაცა აუცილებელია რეფორმა საჭიროა. ჯერჯერობით როგორც მე უყურებ, როგორც მე ვამჩნევ გარედან ეს ხელისუფლება მის გათვალისწინებით რომ ხელისუფლებას მართავს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც არის ივანიშვილის უერთგულესი კადრი, ბუნებრივია მას აქვს საშუალება რაღაც დონეზე ხელისუფლება აკონტროლოს. მე ვერ დავიჯერებ რომ ივანიშვილს რაღაცა არ უნდაოს და ის ხელისუფლებამ გააკეთოს. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ეს ასეა. მაგრამ თუ კი ახლა ივანიშვილის ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელშიც სხვა შორის მუშაობენ ჩემი სტუდენტები არიან პირად. ჯიბა დიდია ძალიან. თუ კი ეს ორგანიზაციები შეძლებენ იმას, რომ შექმნა საქართველოში პრეცედენტი იმისი, რომ რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია მართლაც აკონტროლებს მთავრობას, მიუხედავად ამისა, რომ ეს მთავრობაც და არასამთავრობოც რეალურად კონტროლდება რაღაც დონეზე, დაკავშირებული რაღაც დონეზე ბიზნეს ივანიშვილთან, მაინც კარგია ჩემი აზრით, პრეცედენტის სახით მაინც კარგია. ორ ადამიანს ვიცნობ ამ არასამთავრობოდან, ის ორი ჩემი სტუდენტები ვინც არიან, გიორგის და რუსიკო მაჩაიძეს.
რუსკო მაჩაიძე გამოსული ჟურნალისტია რეზონანსიდან. საბანანძე მუშაობდა ბიბლიოთეკაში. ორივე კარი სტუდენტები არიან საკმაოდ. იციან საერთაშორისო ურთიერთობები უკვე რაღაც დონეზე. ანუ მე მგონი აქ მნიშვნელოვანი არის ხარისხი და არა რაოდენობა პერსონალის ალბათ ამ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ამ ადამიანს რაღაც ოდნა ნამდვილად გააჩნია. თუ დანარჩენებსაც გააჩნიათ არანაკლები ცოდნა, მაშინ მე ვიტყოდი რომ შეუძლია ამ არასამთავრობოს რაღაცას მიაღწიოს ნამდვილად. კი, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული კონფლიქტი, მის ინტერესთა კონფლიქტი გარკვეული, იმიტომ რომ მთავრობასთან ივანიშვილი ძალიან ახლოს არის, ბუნებრივია, ხა ვერ მოგატყუებს ჩვენ ვერავინ რომ ივანიშვილს არ დაუჯერებს მთავრობა რაღაცას. ლორეცო ეს NGO-ს შექმნილი ივანიშვილის მიერ, მაგრამ პრეცედენტი მე მგონი თავისთავად საინტერესოა, რომ აი იქნება მსგავსი რაღაცა. მომავალში თუ ეს პრეცედენტი ისე ვთქვათ, გადაიქცევა უკვე ტრადიციად, ოღონდ მომავალში უკვე ისე არ უნდა მოხდეს, რომ აუცილებლად NGO უნდა დაარსოს იმან, ვინც მთავრობის ლიდერი იყო და მთავრობას კიდევ სერიოზული გავლენა გააჩნია, მაგრამ მაინც თუ იქნება ესეთი რაღაცა მოხდება, რომ შეიქმნება მომავალში კიდევ NGO, ვინც მთავრობას გააკონტროლებენ, ეს ძალიან კარგია. თუ შეუწყობს ხელს აი ამ პრეცედენტის განვითარებას ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, მაშინ კარგია. თუ ეს დარჩება რეალურად მხოლოდ ისეთ ორგანიზაციად, რომელიც იქნება დანამატი რაღაცნაირად მთავრობის, რა თქმა უნდა, მაშინ ძალიან ცუდია. და ყველაფერი წინ გვაქვს. ნუ ამ ორ ადამიანზე ასე თუ ისე თავი შემიძლია დავდო, ჩემს სტუდენტებს. ერთი მილიონი მთელი ამ გეგმებისთვის ბუნებრივია საკმარისი არის. მარტო სერიოზული ტრენინგებისთვის და მარტო ესე თქვა სერიოზული ექსპერტების მოძიება და ფინანსებისთვის 1 მილიონი წელიწადში არ გეყოფა პლუს ამას ახლა ამ როგორც მე ხვდები ამ ბიუჯეტმა ეს თვითონ ეს NGO-ს უნდა შეინახოს, იმათ ხელფასები უნდა ინახოს, არა გამოიცხული კიდე ოფისის რენტაც უნდა იხადონ და 1 მილიონი საკმარისი ემდოდა არის. დამატებით თანხები დაჭირდება მას აუცილებლად. თუ ეს ინაპირებენ დამატებით თანხები მოიზიდონ საიდანღაც ეს ცოტა უცნაურია ხა მე გამიკვირდება ალბათ ყველა დონორ ორგანიზაციას გაუკვირდება რომ მიადგეს NGO რომელიც არსებულია ბიზნეს ივანიშვილის მიერ და ფული მოთხოვოს სიტყვაზე ამერიკელებს ეთქვენ რომ ხა ფული შენ დამარცხებას ძალიან ბევრი აქვს და ხა ჩვენ რატომ უნდა მოგცეთ ასე რომ მე მგონი თვითონ ივანიშვილს მოუწევს რომ დამატებით თანხები გამოყოს თუ უნდა რომ ყველა ეს მიზანი მართლაც განახორციელოს დავანებოთ იღარებაშვილი? მიუნხენის კონფერენციის იმაზე ამოთ მე რა ითქვა მე არ ვიცი. კი ბატონო. კი ბატონო, ვილაპარაკოთ მაგას ძალიან კარგი შეკითხვა. ჩემი აზრით არასწორია რა თქმა უნდა რომ ჩვენ გვაქვს კონფლიქტი მხოლოდ აფხაზებთან და ოსებთან, მაგრამ ასევე არასწორი იყო რომ გვაქვს მხოლოდ რუსეთთან კონფლიქტი. იმიტომ რომ როცა ნაციონალების დროს გაისმოდა ეს მესიჯი რომ ჩვენ გვაქვს კონფლიქტი მხოლოდ რუსეთთან, ამით ბუნებრივია ჩვენ თვალს ხუჭავთ იმ რეალობაზე რომ ჩვენ რეალურად ვერ დავალაგეთ ურთიერთობა თავის დროზე, დაახლოებით 20-25 წლის წინ, ვერც აფხაზებთან, ვერც ოსებთან. ეს ჩვენი დანაშაული, ჩვენი პრობლემა იყო ძალიან სერიოზული. ბუნებრივია კრემლი ამაში ჩაერია, მაგრამ რომ არა ჩვენი პრობლემები ჩვენ აფხაზ და ოს მოქალაქეებთან კრემლი ვერ ჩაერეოდა, ეს ფაქტია. ასე რომ იმის ახალი რომ მხოლოდ ქართულ-რუსული კონფლიქტია და აქ არაფერ შუაში არიან ოსები და აფხაზები, ეს იყო ციცრუეს პრინციპში იყო რეალობაზე თვალის დახუჭვა და იყო ასევე ერთ-ერთი ისეთი ფაქტორი, რაც განაპირობებდა იმას, რომ აფხაზები და ოსები ჩვენ გაგვინაწყენდნენ. ამ მომენტში ესე იგი ჩვენ არაფერში არ ვთვლით საერთოდ, ჩვენ არ ვარსებობთ. მაგრამ ეხლა იმის ახალი რომ ჩვენ კონფლიქტი მარტო იბათან მოგვიყვება რუსეთი არაფერ შუაში არის, რა თქმა უნდა ასევე არასწორია. ეხლა მე მესმის რომ ამ მთავრობას უნდა რომ მაქსიმალურად შეარბილოს ტონი რუსეთთან. კი, ღარიბაშვილი გახსენა კიდევ იქ ყველაფრის მიუხედავად რომ პროვოკაციები იქ საოკუპაციო ზონასთან, ოკუპაცია ტერმინი საოკუპაციო ხაზთან, ოკუპაცია ტერმინი ახსენა, მაგრამ არ უნდა საბრძოლო ჯამში ჩვენ არ უნდა მივაჩვიოთ საზოგადოებრივი აზრი მსოფლიოში, რეგიონში იმას რომ აი ჩვენ გამოვრიცხავთ რუსეთს როცა საუბარი არის კონფლიქტებზე აფხაზებთან და ოსებთან. თქვათ რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა ოსებთან და აფხაზებთან, მაგრამ ამის უკან კიდე დგას რუსეთი. ეს ხომ ასე ყველა მიცის ახლა ფაქტია. ამაში იქნება სრული სიმართლე ათქვამი.
ეხლა რეწველებს ურჩევდი თავის პროდუქციის ხარისხი გაუმჯობესონ. ამას ურჩევდი პირველ რიგში. შენ თუ გეშინია იმისი რომ საქართველოში შემოა ხარისხიანი იაფიანი ევროპული პროდუქცია, რომ საქართველოში არსებულ გაჩერებულ და გაუბედურებულ საწარმოებს ევროპელები იყიდიან, მე ამის სულაც არ მეშინია. თუ მაგალითად ეხლა ქუთაისში იმ ქარხნის ადგილას გაიხსნება სიტყვაზე მაგალითად რა ვიცი, ღმერთმაქნას BMW-ს ქარხანა თუ გაიხსნება. მე ამის სულ არ მეშინია. თუ ამის ვინმეს ეშინია, ეს მისი პრობლემაა. ეხლა დავიჯერო ეხლა მხოლოდ საქართველოში გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიამ რეწველება იციან, რომ ევროპა ცუდია და ევროპა რო ცუდია, ამას ვერ მიხვდა ვერავინ მსოფლიოში, ყველას რო შესვლა უნდა, ყველა ნორმალ ქვეყანაზე მაქვს საუბარი. ეხლა სისულელი ეხლა მას სერიოზულ საუბარი არ ღირს საერთოდ. ნიშნავენ არჩევნებს. ნიშნავენ არჩევნებს. ითქვა უკვე ამაზე. ეგ მაგას ნიშნავენ. არჩევნებს ნიშნავენ. ნახმისლებს დაუძახეთ იმათ არ ვერ ვიკითხვა.